პროცესი უკვე დაიწყო მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სრულად დახურა პროცესი შესაბამისად მას ვერ დაესწრებიან დამსწრეები რომლებიც დღეს საგანგებოდ ჩამოვიდნენ აჭარიდან საქალაქო სასამართლოს ეზო პრაქტიკულად არის გადავსებული ძმები წულუკიძეების მხარდამჭერები ოჯახის წევრები არიან შეკრებილები და ის ადამიანები რომლებიც გულშემატკივრობენ მათ ეს არის როგორც თავად აღნიშნეს საპრევენციო შეკრება პროცესის მიმდინარეობის დროს ისინი უცხადებენ დაკავებულ ძმებს მხარდაჭერას და ბუნებრივია მოითხოვენ მათ გათავისუფლებას ყველა აქ მოსული ადამიანი რომელიც დღეს საგანგებოდ დილიდან შეიკრიბა საქალაქო სასამართლოს ეზოში ამბობს რომ ძმები წულუკიძეები არიან უდანაშაულოები და ისინი აუცილებლად უნდა გათავისუფლდნენ საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან განაჩენის დადგომამდე რაც შეეხება თავად საქმეს საქმე ეხება ქურდულ სამყაროსთან კავშირს წევრობას მათ შორის მხარდაჭერას რომლის ფარგლებში დაკავდნენ ძმები წულუკიძეები მოჭიდავეები ზემო აჭარიდან მათ გამოძიება ედავება რომ ისინი საქმეებს აგვარებდნენ ეგრეთ წოდებული ქუჩური წესებით თუმცა ამ ყველაფერს თავად უარყოფენ და გამორიცხავენ ოჯახის წევრების და გამორიცხავს მათი უფლებადამცველიც როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ ძმები წულუკიძეები მოჭიდავეები ყოველთვის კარგად არის ცნობილი რომ არიან ტრადიციული ისლამის მიმდევრები შესაბამისად მათ რელიგია უკრძალავთ მსგავსი ტიპის დანაშაულებრივ ქმედებას ეგრეთ წოდებულ ქუჩურად ცხოვრებას შესაბამისად ისინი ემიჯნებიან ბუნებრივია ამ ყველაფერს და კატეგორიულად უარყოფენ მათ კავშირს ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან 27 პირიან საქმეზე ნაწილმა ბრალდებულებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან მათ სრულად აღიარეს დანაშაული შესაბამისად მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ახლა მიმდინარეობს არსებითი სხდომა სადაც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი უსმენს მოწმეებს ოჯახის წევრები ამბობენ რომ მოსამართლეს არ სურს რომ მოწმეთა ჩვენება გამოვიდეს სააშკაროზე მოისმინონ მხარდამჭერებმა გამომდინარე იქიდან რომ ყველა მოწმე ძმებ წულუკიძეებს მხარდაჭერას უცხადებს და ყველა მოწმე რომელიც სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ იკითხება ამბობს რომ წულუკიძეები ამ დანაშაულთან კავშირში არ არიან სავარაუდოდ ჩემი მეუღლე და ჩემი მაზლი იმიტომ არიან დაჭერილები რომ განსხვავებული აზრი აქვთ არიან ოპოზიციურად განწყობილები და ეს პირველად არ მოხდა რომ მთავრობასთან პრობლემები შეექმნათ ამის გამო ჩემი მეუღლე და მაზლი წვრილი მუსლიმები არიან და რელიგიურად ესეთი რამ ქურდული სამყაროს წევრობა არის აკრძალული ჯერ მარტო ეს გამორიცხავს იმას რომ ქურდული სამყაროს წევრები იყვნენ თვითონ ამ საქმეში არც ქურდი ფიგურირებს ჩემი მეუღლე არ არის ქურდული სამყაროს წევრი თვითონაც ამბობს ამას და ძალით ვერ დაიბრალებს რადგან პროკურატურამ ბრალი ესე წაუყენა პროკურატურა ესეც საქმე ისე მიყავს რომ ფაქტიურად ამ მოწმეებს აიძულებენ რომ საპროცესოები გაიფორმონ რადგან ფაქტიურად ეუბნებიან რომ მიუშჯიან ამ 3-დან 6 წელს და რა თქმა უნდა ყველას ეშინია და არავის არ უნდა რომ ამდენი წელი მოიყადოს ციხეში ძირითადში რაზეც უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი ისინი ძმებ წულუკიძეებზე ვერ საუბრობენ ამას რომ ისინი არიან ქურდული სამყაროს წევრები კრიმინალური ავტორიტეტები ისინი არ ამბობენ არ უთითებენ ამასთან დაკავშირებით ისინი ამბობენ მხოლოდ და მხოლოდ იმას რომ ავტორიტეტები არიან წესიერი ადამიანები და რომლებსაც ნდობას უცხადებ კრებსებში საერთოდ არ არის მითითება იმასთან დაკავშირებით რომ იყოს დაშინება მუქარა გამოძალვა თავს დამნაშავედ არ ცნობენ როგორც ასეთი არ არსებობს გარემოება რის საფუძველზეც ისინი ბრალს აღიარებენ ან კიდევ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართავენ ბრალდების ხარეს საქმეში არც ერთი კანონიერი ქურდი არ არის ხსენებული სახელი როგორც ასეთი ვეზო და ფირუზ წულუკიძეებთან მიმართებაში ძალიან ბევრ აქციებზე იყვნენ რა თქმა უნდა აქტიურად მონაწილეობდნენ ამ აქციებში როგორც ასეთი ძმები წულუკიძეები თუმცა რომ გააჩუმენ ხა ესეთ მაგეთ გაჩუმების შანსი არ არის ვერ გააჩუმებენ ჩემი დაც ქვეშ ყოფს მარათადაც ეს ბრალდებება ქურდული სამყაროს წევრობა არის ერთი ამონაწერი წარმოდგენილი კრებსითი სადაც საერთოდ არის ნახსენები რომ საკითხი რომელზეც საუბარია და მას ალბათობით საუბრობთ ბუნებრივია დაშვებით რომ შესაძლოა თუ კი იქნება ფონოსკოპული ექსპერტიზის შემდეგ საუბარია იმაზე რომ ისინი არიან მორწმუნე ადამიანები და არანაირად არ არის იქ ნახსენები ქურდული სამყარო კანონიერი ქურდი სადაო საკითხის ქურდული წესების შესაბამისად გარჩევა სხდომა რომელსაც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი მეთაურობს დახურული სხდომა განსაკუთრებული მობილიზების პარალელურად მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში მობილიზებულია როგორც კრიმინალური ასევე საპატრულო ეკიპაჟები საპრევენციოდ რომ რაიმე ინციდენტს არ ქონდეს ადგილი მხარდამჭერები აჭარიდან ჩამოსული მხარდამჭერები ძმები წულუკიძეები შეკრებილები არიან საქალაქო სასამართლოს ეზოში და ბუნებრივია ელოდებიან სხდომის დასრულებას თუმცა არანაირ დაპირისპირებას არანაირ შეძახილებს და მსგავს ინციდენტს
ადგილი არ ქონია ადგილზე, მიუხედავად ამისა, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები დრო და დრო იკრიბებიან საქალაქო სასამართლოს ეზოში.